განმუხური შეარწევობს ისეთი მშრალი კლიმატი და ესეთი ჰავა, რომ რა თქმა უნდა აქ აუცილებელი იყო ახალი კურორტის გაკეთება, მით უმეტეს ეს არის ახალი და დამატებით მიმართულება და ტურისტული პროდუქტი საქართველოსთვის და დღევანდელ დღეს უკვე გახდა ახალი შავიზღვისპირა კურორტი. არსებობს ის თანამედროვე და მსოფლიო დონის ტურისტული ინფრასტრუქტურა აქ, რომ მივიღოთ როგორც ქართველი დამსვენებლები, ასევე უცხოელი დამსვენებლები. საიდან ჩამოხვედით თქვენ? საგანგებოდ გახსნისთვის? ყველაფერი რასაც ახდავ, ყველაფერი მომწონს. Τι შეუძლებთ აქ დასვენება სასტუმროებში? შევძლებთ კი არა, უნდა შევძლოთ. უნდა შევძლოთ და ისე უნდა გავდიდოთ. სასტუმროებში ჯერ ჩვენ კაციშვილი არ შეგვიშოთ ეს ვიცით, იმიტომ რომ დამსვენებელს ჩვენ არ გავარ და არ საფრთხე არის. მაგრამ გაუმჯობესდეს უნდა ამ დონეზე. რადგან აშენდა ჩემთვის, თქვენთვის, ყველასთვის უნდა იყოს და მაშინ იქნება კმაყოფილი. პროექტზე მართლა ჩვენი დონის ხალხი არ ვიცი როგორ მიაღწევს არა მგონია, მაგრამ მაინც ვყვებით რომ აი შორიდან რო უყურებდა ჩვენ შეგვიძლია ნაპირზე სიარული ვიაროთ. მოვალ და დავისვენებთ აქ. დევნილი ვარ ხოჩამჭირიდან დროებით ზუგდიდში.